გამარჯობა, მე თამარი ვარ და დღეს ვისაუბრებთ მენჯის ფსკერის კუნთებზე და მის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ქალებისათვის და ასევე შევეხები დიაფრაგმულ სუნთქვას, ეგრეთ წოდებულ ღრმა სუნთქვას და უჯაის სუნთქვის ტექნიკას. დავიწყოთ დიაფრაგმების განხილვით, ბევრს ვინც ვარჯიშობს თუნდაც და პრაქტიკებს აკეთებს, არც აქვს წარმოდგენა საერთოდ რა დანიშნულება აქვს დიაფრაგმას, შუა საყარის დიაფრაგმას და მენჯის ფსკერის ამომფენი კუნთების, იგივე მენჯის დიაფრაგმა, ასევე გვაქვს ყელი, ხორხის დიაფრაგმა. აი ამ დიაფრაგმულ წარმონაქმნებს რა მნიშვნელობა აქვს და რა დატვირთვა აქვს იოგაში. განვიხილოთ ზოგადად სუნთქვის მნიშვნელობა. იოგას როცა ვსწავლობ ანატომიურად, თუნდაც იწყება სუნთქვის შესწავლით და განვიხილავთ სუნთქვის ბიომექანიკას ისე, როგორც წნევის შენარჩუნება მუცლის ღრუში და ასევე კერძის ღრუში ერთდროულად. ანუ, როდესაც ჩვენ შევისუნთქავთ, ამ დროს ხდება დიაფრაგმის ქვემოთ დაწევა და ასევე მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნებაც და როდესაც ხდება ამოსუნთქვის დროს მენჯის ფსკერი ოდნავ იკუმშება და დიაფრაგმაც ზემოთ ამოდის. შესაბამისად, ტალღური მოძრაობა ხდება შესუნთქვის დროს მუცელი და ნეკნებიც, ანუ 360 გრადუსით ფართოვდება და ამოსუნთქვის დროს პირიქით ქვემოთ ეშვება. მაგრამ ეს არ ხდება დაძალებით ან ძალდატანებით. ეს შესუნთქვა-ამოსუნთქვის ტალღური პროცესი მიმდინარეობს თავისთავადად. იმისათვის, რომ ეს თავისთავადი სუნთქვის ტემპი იყოს შენარჩუნებული, აუცილებელი არის, რომ თუნდაც მენჯის ფსკერის კუნთები არ იყოს ძალიან დაჭიმული და არც მოდუნებული. არსებობს ზედმეტად მოჭიმული მენჯის ფსკერის კუნთები, სადაც ასევე ირღვევა ბუნებრივი სუნთქვის ნაკადი და მუდმივად არის შეკავების, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევებიც და მეორე ვარიანტი არის, როცა სრულიად მოდუნებული არის და ადამიანს შეგრძნება არა აქვს ქვედა ნაწილში სიმყარის, შესაბამისად, ორგანოები, რომლებიც მენჯის ფსკერზე არის განლაგებული, არის დაწეული რაღაცა დონით, ხერხემალიც კარგავს თავის ბუნებრივ პოზიციონირებას, იწყება ვთქვათ წელის ტკივილები, მოხრა, სუნთქვის დარღვევები, შესაძლოა უჭირდეს ან ძალისხმევა ჭირდებოდეს ამოსუნთქვის დროს ან შესუნთქვის დროს ადამიანს. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ თუ გვაქვს მიღებული ტრავმა, ან არის ზედმეტი სტრესის ან მძიმეების აწევით მენჯის ფსკერი და მოდუნებული ან ძალიან დაჭიმული, ასევე მშობიარობის შემდგომ მენჯის ფსკერის კუნთები დუნდება, მნიშვნელოვანი არის, რომ მივაქციოთ ყურადღება და აღვადგინოთ ბუნებრივი მდგომარეობა აი ამ კუნთებისათვის. რეალურად, ანუ დიაფრაგმასთან ერთად, შუა საყარს მუცლის დიაფრაგმას, გულმკერდსა და მუცელს რაც ყოფს ამ დიაფრაგმასთან ერთად, მენჯის ფსკერი ჩართული არის ნორმალურ ბუნებრივ სუნთქვის პროცესში. ზოგადად იოგაში, იოგას მიმართულებით მენჯის ფსკერის კუნთების ერთობლიობას მულა-ბანდჰა ეწოდება, მაგრამ თანამედროვე იოგა თერაპიაში მულა-ბანდჰაზე და ზოგადად ბანდჰებზე ცალკე მუშაობა არ ხდება, სულ 3 ბანდჰა გვაქვს, ყელის, მუცლის, გულმკერდის გამყოფი და მენჯის. ბანდჰებზე ცალკე არ მუშაობთ, იოგას ვარჯიშის პროცესში სუნთქვასთან ერთად, რაც მეტად ყალიბდება სუნთქვის ბუნებრივი პროცესი, ბანდჰებიც ბუნებრივად უბრუნდება მუშაობას ისე, როგორც უნდა იყოს, ანუ არც ძალიან დაჭიმული, არც მოდუნებული. მაგალითად, იოგას, აშტანგა იოგას ვარჯიშის პროცესში და ვინიასას
მიმართულებით ვარჯიშის დროს ვიყენებთ უჯაის სუნთქვას. უჯაის სუნთქვის დროს ხორხის დიაფრაგმა არის ოდნავ მოჭიმული ყელის და ამ შესუნთქვაც და ამ სუნთქვაც ხდება ცხვირის საშუალებით. ანუ შევისუნთქავთ ცხვირით, დაფიქსირებული არის ხორხის დიაფრაგმა, ენა სასაზღვრია მიბჯენილი და ამ სუნთქვა ჩურჩულის მსგავსად ხდება დაახლოებით ამ სუნთქვის პროცესი ხმა ჰგავს ოკეანის ხმას შიშინით. ამ დროს დაფიქსირებულია გულმკერდი ზემოთ და ხდება სუნთქვა გულმკერდის გაფართოებით და მუცელი არის ფიქსირებული. ეს ქმნის იმ წნევას ორგანიზმში, რომელიც იცავს ხერხემალს და რა თქმა უნდა შიდა ორგანოებს ვარჯიშის პროცესში დაზიანებისგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ მოსანანებულ და ბუნებრივ მდგომარეობაში ვართ, უჯაის სუნთქვით უნდა ვისუნთქოთ, სრულიადაც არა. ანუ ფიზიკური დატვირთვის ამ შემთხვევაში იოგას გულისხმობ, უჯაის სუნთქვას ვასრულებთ, ეს ქმნის საკამაო საფუძველს და საკამაო სივრცესაც უსაფრთხო იოგას პრაქტიკის და ფაქტიურად აშთანგას მერე სუნთქვით სავარჯიშოს ხშირად აღარც ვაკეთებთ, იმიტომ რომ თვითონ უჯაის სუნთქვა არის პრანაიამას პრაქტიკა, ანუ სუნთქვითი სავარჯიშო. მაგრამ როდესაც ვართ მოსვენებულ და ბუნებრივ მდგომარეობაში, მაშინ ხდება ჩვეულებრივი ნორმალური, ანუ არაზედაპირული სუნთქვა, ცხვირით ნელი შესუნთქვა, პირით ნელი ამოსუნთქვა. აქ არ გულისხმობ ასევე ღრმა სუნთქვას, რომელიც ძალიან ნელა მიმდინარეობს, შევისუნთქეთ და რაღაც ღრმად გავაფართოვეთ მუცელი და მერე ნელა ამოვისუნთქეთ. არა, ანუ როცა ვართ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, სუნთქვა უნდა იყოს იმდენად ბუნებითი, რომ საერთოდ არც კი ვფიქრობდეთ, როდის უნდა შევისუნთქოთ და როდის უნდა ამოვისუნთქოთ. თუ ჩვენი სუნთქვაზე გვიწევს გონების ჩართვა და ვაფიქსირებ, რომ მე ამოსუნთქვა, ან შესუნთქვა, ან მოხრჩობის გრძნობა მაქვს, ან ზოგი საერთოდ ამბობს სუნთქვა მავიწყდება. ანუ თითქოს უნდა გაიხსენონ, რომ ჩაისუნთქონ ან ამოისუნთქონ. აქ უკვე გვაქვს დარღვევა და იოგას პრაქტიკასთან ერთად ნელა-ნელა ბანთების მუშაობა აღდგება და თითოეულ თქვათ დიაფრაგმას, მუცლის დიაფრაგმასაც და მენჯის დიაფრაგმასაც კავშირი ნერვული დაბოლოებებით აქვთ, კავშირი ცენტრალურ ნერვთან, ხო, იგივე ვაგუსის ნერვი ეწოდება, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ცენტრალური ნერვი არის, რომელიც თავად არეგულირებს სუნთქვის პროცესს, ამას ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ხო? და აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ამ დიაფრაგმების მუშაობის აღდგენა და ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა, აქ არის გულისხმება კუნთების ისე გაძლიერება, რომ მერე ჰიპერტონუსი გამოიწვიოს, არა, ნორმალური, ანუ ადეკვატური, ისე რომ ჩვენი სუნთქვა იყოს ჩვენთვისვე სასარგებლო და როდესაც სუნთქვა არის დამშვიდებული, ჩვენი ნერვული სისტემაც ავტომატურად მშვიდდება. ცალკე მულაბანთაზე, როგორც თქვი, არ მუშაობთ, იმიტომ რომ იოგა თავად მოიცავს მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებასაც, სუნთქვის, ასე ვთქვათ, კონტროლსაც, ოღონდ ფიზიკურ აქტივობაში, თორე აქ არის გულისხმება, რომ ჯანსაღის სუნთქვა არის გაკონტროლებული სუნთქვა, არა. ანუ ჯანსაღი, ბუნებრივი სუნთქვა არის სუნთქვა, რომელზეც მე არ ვფიქრობ და ბუნებრივად მიედინება. ტალღისებრად შევისუნთქე, გააფართოვდა ჩემი დიაფრაგმამ დაბლა დაიწია, გააფართოვდა ჩემი ნეკნები და მუცელი. ამოსუნთქვისას წამოვიდა, ანუ ქვემოდან წამოვიდა წნევა ზემოთ, ანუ იმისთვის, რომ წნევა შეიქმნას ქვედა მენჯის ფსკერის კუნთებმა და მსუბუქად შეიკუმშოს და ამოიტანოს ზემოთ ამოსუნთქვა, ანუ აპანა, პრანა და აპანა. ხშირად არის ხოლმე, რომ როცა ვნებიან, რომ თქვათ ამოისუნთქე, ინტენსიურად ამოისუნთქე, ან რაღაც შეიკავე სუნთქვა, მოჭიმე ქვედა ნაწილი, ანუ
ხალხი პირიქით, ანუ აი თითქოს წნევა დაბლა არის მიმართული და ქვემოთაწვება. ანუ რეალურად აპანა, როცა არის ვთქვათ შარდისგან დაცლა, ხდება გამოყოფა ნარჩენების ორგანიზმიდან, ამ დროს კი ბატონო ქვემოთ არის მიმართული, მაგრამ სუნთქვის დროს ჩვენი აპანა ზემოთ უნდა იყოს მიმართული და ამიტომ როცა ხდება ამოსუნთქვა, ქვედანაწილიდან მოდის წნევა და ამოდის ტალღისებრად ზემოთ, ანუ ამოვისუნთქავთ. ზოგადად იოგას ვარჯიშებიდან რამოდენიმე არის, რომელიც განსაკუთრებით კარგად ამაგრებს მენჯის ფსკერის კუნთებს, თუმდაც ტადასანამთის პოზა, თუმდაც მეომრის პირველი და მეორე ვარიაციები, სადაც ფიქსირება ხდება მენჯის ფსკერის და კარგად შეგრძნებითად ხდება მოჭიმვა კუნთების. ასევე კარგი არის ნავასანაში მენჯის ფსკერიც ჩართული არის და ასევე შიდა აბდომინალური კუნთები არის მუცლის ჩართული და მოჭიმული. და ასევე მალასანა, ღრმა იოგური ჩაჯდომა და ასე შემდეგ. ზოგადად აშთანგა იოგაში იმდენად კარგად არის სუნთქვა, უჯაის სუნთქვა, ასევე ასანები დალაგებული ანატომიურად, ფიზიოლოგიურად, რომ ფაქტიურად როცა აშთანგას ვარჯიშობ, ზედმეტად აღარ ფიქრობ იმაზე, როდის რა ისუნთქო, როდის რა ვარჯიში შეასრულო და ბუნებრივად არის ყველაფერი გაწერილი. რა თქმა უნდა, თავიდანვე არ ხდება სუნთქვის მაშინვე აწყობა და ამაზე არ უნდა დავისტრესოთ, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში სუნთქვაც რეგულირდება, ჩვენი ფიზიკური სხეულიც გადაეწყობა და ეს ხდება უკვე ბუნებრივად. აღარ ფიქრობ, რომ სიტყვაზე შესუნთქვის დროს შენი მუცელი უნდა გაფართოვდეს, ვამბობ დამშვიდებულ ღრმა სუნთქვას. და უჯაის სუნთქვის დროს კიდე უჯაის სუნთქვა უკვე ვარჯიშს რომ იწყებ, ხვდები რომ უნდა დაჭიმო, მსუბუქად რა თქმა უნდა, სამივე დიაფრაგმა და აი ესე ცხვირით უნდა მიმდინარეობდეს შესუნთქვა, ამოსუნთქვა, ვინაიდან ასანების, განსაკუთრებით რთული ასანების შესრულების დროს მნიშვნელოვანია, რომ შიდა წნევაც გვიწყობდეს ხელს ფიზიკური დატვირთვისასთანაც უჯაის სუნთქვის დროს შესუნთქვა და ამოსუნთქვა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ეს გულისცემასაც ამშვიდებს და ფაქტიურად მეტ გამძლეობას გვაძლევს ფიზიკური დატვირთვებისას. მენჯის ფსკერის კუნთების დაზიანება, როგორც თქვი, მშობიარობის დროს ხშირი არის მოდუნება განსაკუთრებით და მერე ამასთან ერთად ხდება უკვე ხერხემლის, ასე ვთქვათ, აი ლორდოზის ვარიანტი ან ლორდოზი კიფოზი ერთად და მუცლის აბდომინალური კუნთებიც ხო სუსტდება მშობიარობისას და ნორსულობის დროს და ამ დროს თითქოს დგომს ვეღარ იჭერს ქალი და ხდება ორგანოების ქვემოთ დაწევა, მუცლის წინ წამოწევა და გგონია, რომ პრობლემა არის მუცლის პრესის ვარჯიშები უნდა ვაკეთოთ, ან მუცელს ვერასდროს ვერ მოვიშორებთ. რეალურად მნიშვნელოვანია, რომ მენჯის ფსკერი ჩადგეს ფორმაში, მუცლის შიდა ღრმა კუნთებზე ვიმუშაოთ და არა ზედაპირულზე და გასწორდეს დგომი და აღდგეს ის წნევა, რომელიც ხერხემლის სვეტს დაიცავს და სწორ პოზიციონირებაში ამყოფებს.